სადახარ სადაიარები ღამეა უცნების რამე გეცახი გამეცი ხმარი სიცოცხლე გამიმწარე დადიხარ უკან საკვები აჩრდილად მაქცირე ხადა მე მოვილი უფრო მინდიხარ მიყვარს მე შედის თანა ბავშვები ცხოვრობდნენ დიდებიც და ნივთებიც ის ნივთები არის, რასაც მაშინ ხმარობ. ესე იგი, ეს სახლი იგივე სამეგრელოში. ეხლა გეტყვი სამეგრელოში. აი აქ შუაცეცხლიან თუ აი აქ საჭმელს აკეთებდნენ და როცა აი კეთის ცივა ეხლა და როცა ციოდათ მაშინაც აი აქ თბებოდნენ ხოლმე. აი მაშ აქ საჭმელს აკეთებდნენ აი ეს მათი მაგიდა. მაგიდაზე ჭამდნენ და იძინებდნენ ყველანი აი ერთად აი აქ წერდა განიერ სალამონსაბინესე რომ ვერ აღხედავ თვალები დავდივარ თვალებს ვაცეცე თვალში გამიჩნდა ხარები დავდივარ თვალებს ვაცეცე თვალში გამიჩნდა ხარები ასეთი ტიპის სახლს ბავშვი ქვია ოდა. ოდა არის ყველა დასავლეთში, ყველა მაღაზია დგას. იქ შავი ზღვა ხო ვიცით და ის გამო მიწა სველია სულ. იმათ რომ ეს იატაკი აეშენებინათ მიწასთან ახლოს ძალიან მალე გახუჭდებოდა და დაგვეში. მთელი სახლი წაბლია, კედლებია მუსმანის გარეშე. თქვენ რო ხართ ეს სტუმრების მისაღები ოთახია, ავეჯის ხელით არის გაკეთებული, რასაც ხედავთ ქართველი ხელოსნების მიერ. მაგიდა არის მუხის, ასე იშლება. სიგრძეში ემატება ერთი ამდენი და 18 კაცი ეტევა მაშინ. ამ ოჯახის არის ნადარეიშვილები ცხოვრობდნენ ამ სახლში. აი ეს გარადა ნახეთ, კაკლის ხისაგან არის, ნაპირებში ინახავდნენ წუჭელს. აი აქ შუაში იყო არცაც ნახეთ როგორი მოძრავი საკიდებია. უბრალო კაცს გაუკეთებია ეს კარადა ვერ ნახეთ, აი 150 წლის წინ გაუკეთებია კაკლის ხისაგან. ხარდაგი განთქმული ქსოველი იყო, ქალბატონი ზინა ჭანდურია, 4 წელი ქსოვდა თურმე ამ ხარდას. აი ეს ფოტოები, 3 ფოტო ხო გვაქვს? ესენი სამივენი იყვნენ ძმები, ამათმა მამამ ააშენა ეს სახლი სამეგრელოში. მე ეს კაცი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, ეს იყო ნესტორ ნაზარეიშვილი და კარგად იომა და დააჯილდოვეს. წმინდა გიორგის ოქროჯვარი და კიდე 2 ვერცხლის ჯვარი. მე ეს კაცი დაბრუნდა ამ სახლში, ბავშვებოდა 60 წელი კიდე ვიცოცხლა. ხო. და აი ეს მისი ძმა იყო გრიგოლ ნადარეიშვილი. ფოტო რო გადაიღო, მე ბერათ აღიკვეცა თეკლათის მონასტერში. ამ სახლში იშვიათად მოდიოდა და თუ მოვიდოდა, ოჯახთან ერთად არ სადილობდა და განმარტოებით უნდოდა ყოფნა სხვენში. ბერი იყო, შავი ბერი. და აი ამ კალათაში ძიშვილი
სახელად რეზო იქნებოდა 4-5 წლის ბიჭი ჩაუდებდა საჭმელს ის თოკით ასევდა და ზემოთ წვენში საგებდა. ვინ საჭმელს დებდა ამ კალაჩი ის პატარა ბიჭი ეხლა 93 წლის კაცია. ცოცხალია და იმ ადგილას ხორო სადაც ეს სახლი იდგა. ვესტუმრა ჩვენ სექტემბერში და ეს ყველაფერი 100 გიამეთ გაიხსენა. კიდევ ვესტუმრებიო. აი ეს ბოშე ანუ ეს საჯალაბო და ოდა ერთი და იგივე პერიოდისაში ის უფრო ადრინდელია. მე ვფიქრობ ის უფრო ადრინდელია. სამები არის ამოჭრილი. როგორ არის იცი? გაჭირვება. არა, გაჭირვებულია. ეტაპები სამთაის ეტაპები ის. საბჭოთა კაციდან მერია, ჯალაბი მერია, საჯალაბო მერია ოდა. ეს მაგრამ დაყვები აჭდილად მაქციე კალა მე მალე უფრო მინდი ხარ მიყვარს მე შენის თანაო მობრუნდით და უსმინეთ. ხო, ეს ისეთი ველოდასახლი, როგორც ნახეთ სამეგრელოში. და გითხარით მე რომ სამზადს გაჩვენებთ. ესე იგი, აი ამ სახლში გქონდათ ყველაფერი. ხოლო სტუმრის მისაღები, საძინებელი ოთახები და დანარჩენი ყველაფერი იყო ობის და სახლის გზა. სახლის უბა. აი სახლის წინ აი ლამაზები ჰქონდა, ის ყვავილებს გავდნენ, ხოლო ყვავილები იყო და მწვანე ბალახი, დიდშდილიანი ხეები და თან ჰქონდა სამზარდი, მარანი, ასიმინდე, საღორე, საქათმე და ესეთი რაღაცა. ახლა შუაში ხედავთ ბუხარი როა. აი ამ ბუხით ატყობდნენ მთელ სახლს და აი ეს კედელი შუაში რო არის კედელი, ეს კედელი არის გასახსნელი. ამ კედელს გახსნიდნენ და დიდი დარბაზი შეიქმნებოდა, ხო მაშინ? როდესაც ბევრი სტუმარი ყავდა, მაშინ მაგას გააჩნდა. როგორ არის, არა კედელი? არა, არა, ის არის ირმის ხა. ნამდვილი, აბა, ნამდვილი ხა არის. აი, იმ როკიდია კედელზე რა არის თუ იცი? ხო, ნაბა, ჩოხა არა, ნაბა. დიდია თუ შენია? რომელია სასიმინდის ეს მაღალ ნალია ხო? ხო, ნალია. საქათმე. აი ის ხო? ლუკა შეხედე მისაკიდან მომიდიოდი გავაკეთებდი და აქედან გადავღოთ სალამაზი. ბიჭო, სანდრო, არ ნოდარ მოდია. მას არ და დროს ხორობდნენ ესე
ისინი აქ. ილდა საღამოდი აქ იყვნენ, საჭმელსაც აქ აკეთებდნენ და აქვე სადილობდნენ. აი ამ ცეცხლზე აკეთებდნენ სადილებს და ის არის მათი მაგიდა და აქ მაგიდასთან სადილობდნენ. აქაც აი გურულები აი სამზარეულოში, სამეგრელოში, საჯალაბოში ბოლავდნენ ხოლმე და გურულები აი ამ კაუჭებზე ჰკიდებდნენ ორის ხორცს და ისე იბოლებოდა ორის ხორცი. უკან ჰქონდათ მოსელი. აი ყავდათ ძროხები. და მხოლოდ ზამთარში, ზაფხულში, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ეს ძროხები ყოლია გარეთ. ხოლო ზამთარში ალბათ ძროხებსაც ცივად. იქ მაგადიოდნენ ხოლმე. თუ რაიმე უნდა თავიდოდნენ. ეს ჩვეულებრივ არ ადიოდნენ. აი აქ როგორ გურულებთან მხოლოდ კეცი ქონია, ქვის კეცი, რომელზედაც მჭადსაც ყოფდნენ და გაჭაკურს. ნივთებს ვიტარ დაიწო სანთელი ვიტარ და ზუსტად აქაც ყველაფერი ერთადია. აი ხაც წლიშუაში საჭმელს გასაკეთებლად ესა. მე აი ამაში გამორმაგიდაზე ისინი საჭმელობდნენ და ეძინათ აი ამ ძრელ დახცეს და განიერ დახცეს. და საისთვის ძროხა, თათამი, ღორი, ხვარი, ეს ყველაფერი ყავდათ და ეს ყველაფერი ცალკე. უკან ცალკე იყო ეს მარტის სპეციალური ნაგებობები და აი აქ მარტო თვითონ ცხოვრობდნენ. თუმცა ყველაფერი ერთ ოთახში ჰქონდათ. ზემოთ არაფერს არ ინახავს. მე ჩხუბობს სხვენი იყო იქა. აი ამას რა ქვია ვიცი. ამას არაბი იყო. ვიცი მე არ რა ქვია? ეს არის ამას ორში მოქვია და ეხლაც იღებენ ღვინოს ქუჩიდან ორში. ეს აკეთებული არის მწარე კვართის. მწარე კვართი იმიტომ ქვია რომ შიგ არაფერი არ გვილი რასაც გობრას რაც არის. ასაც ჭამთ ის არა აქვს ამას. ესე იგი მარტო თესლია. თესლია შიგნით არა. ამას გაახმოვენ ამოჭრიან და აი ეს იც თავიდან მაქსვალი რომ გამოიღო, აი ესე იგი ბევრი თავთავი როცა არის, ხო? მაქსვები უნდა გამოიღო, პური გამოაცხო, დაფქონდა გამოაცხო. ამიტომ აი თავთავიდან მარცვლს გამოგებას ქვია გალეწო. და ეს არის ძველი, ეხლა კომბაინი აკეთებს ამას და მაშინ ხო არ ქონდათ კომბაინი და ქონდათ აი ესეთი რა პიცარი და ეს არის გასალეწი. და ერქვა საჯალაბო და ოდა. ამისავით საქართველოში, ქართლში, კახეთში სახლები არის ქვისა და ქვია დარბაზი. ეხლა ჩვენ დარბაზში, კახურ დარბაზში, რომელიც აშენებულია მე-19 საუკუნის შუა წლებში. აი ამ დარბაზში ოჯახს, მთელს ოჯახს ყველაფერი ჰქონდა ერთად. აი აქ შუა ცეცხლი იყო. ზამთარში ამ შუა ცეცხლით ხდებოდნენ, საჭმელს ყოველთვის აი აქ აკეთებდნენ.
სადიმობდნენ აი მაგიდასთან და ეძინათ კიდე ტახტი კიდე იყო აქ, იმიტომ რომ ეს ძალიან ოჯახი ძალიან დიდი იყო და ტახტი ერთი არ ყოფილა. ის ფასადოლი აუცილებლად იდგა ხოლმე. და განსაკუთრებით საინტერესო დარბაზში არის ხოლმე ბოძები და ბოძებს ქვია დედაბოძი. და აი სახლის აი ნაწილს კიდე ქვია გვირგვინი. ზემოთ რო ნახრებია ეს ახვარბრელა აქ. შუქი მხოლოდ იქიდან ჩამოდის. აი კარგს თუ დავხურავ, ხო უფრო დადაბნევდება. საერთოდ ვერ ვიგრძნობ სინათლის მიყიდვი, იმიტომ რომ მთელი შუქი ჩამოდის აი იქიდან. მოლიც აი აქედან არის. როცა წვიმდა თოვდა, ხო აი მაშინ აი მიწა ყოველთვის ესა, იატაკი ყოველთვის მიწისა იყო თიხის დარბაზში. შუაში ცეცხლიანი დაბედურება არ იქნებოდა თუ იზმრო დასოლდებოდა, იმიტომ რომ ძალიან მალე გაჩნდებოდა. მაგრამ თუ ისეთი წვიმა იყო მოგის პირველი როდესაც ჩააყო, მაშინ უნდა დაეხურა. ასლაც იოლია და დარბაზის სახურავზე ის კედელი თითქმის ყველგან აქ მთლიანად მიწაში. თითქმის ყოველთვის ესე იყო. უკან კედელი ყოველთვის მიწაში იყო. ან კიდე თუ ესე იყო, ძნელი ასასვლელი იქნებოდა, აი თოკი იყო ჩამოშვებული და ზემოთ იყო ან ფიცარის ფერი, ან ქვა, ან ყავი და მაშინ აი ეს დააფარეს. ეს იშვიათად ხდებოდა ხოლმე. აქ ნიდის დასვამდნენ. ოჯახის უფროსია. უფროსი ოჯახის ალბათ. ოჯახის უფროსი, მამაკაცი მხოლოდ და ქალი არასოდეს აერდა და აქ ბავშვი. აქ იჯდა მხოლოდ მამაკაცი, რომელიც პატრიარქადია საქართველოში. სწორია. ხო, ასეა. ეხლა აქ ყველაფერი ერთად გქონდათ, მაგრამ ახლა კახეთში შეიძლება ვინო ყველა საკმარანი აუცილებლად გქონდათ ცალკე. ბოსელი აუცილებლად გქონდათ ცალკე და აუცილებლად გქონდათ ცალკე სათონე და თომე, საცე კახურ შორსაც სანსხობდნენ. აი ძელი ყურები რო არის წვრილები, კახელები ვინც არის გინახავთ ალბათ. ეხლა ის თალი ვინც აცხოვს ჩვენთან, კახეთიდან ჩამოდის შაბათ-კვირას ეს კახის დარბაზია და ამასაც ძალიან იშვიათი გვიგვი. იშვიათი იმიტომ რომ ნახეთ უფრო ლამაზია, ხო? აი ეს გვიგვი ის იყო 8 წახნაგი არის, ეს 12-ია. რაც უნდა წახნაგი არის, მით უფრო ლამაზია და მით უფრო მაღალია. აქაც ყველაფერი დარბაზში აქვს უნდა ყველგან. ნახეთ ეთაპი იყო, ნახეთ ლამაზის გამი ქონდა ოჯახის უფროს. თვითონ ეს დარბაზი არ არის, დარბაზი ეს ქართული საუკუნისაა, მაგრამ დარბაზი არის უძველესი ქართული საცხოვრებელი. თვითაშობამდე ცხოვრობდნენ დარბაზებში. ნუ ახლა შეიძლება ეგეთი ლამაზობელია, მაგრამ ესე იგი არქიტექტურა იყო ზუსტად ანალოგიური. აქაც ეს კედელი ნახეთ ბოლომდე არ არის, მაგრამ საკმაოდ მაღალი წეში. აი კედლებში ვერ მოხარეთ შეშენებული მრგვალი პატარა ხოთნები. აი ხოთნებში ჯერ დავაყავთ. აი ხოთნებში ქალები ინახავდნენ, თავიანთ ნიჭს რაც ჰქონდათ. სამკაული თუ ჰქონდათ, ოქრო ერწყლი. თუ აფერი არ ჰქონდათ და დააღარიბები იყვნენ, მაშინ ვიწიც კერავდნენ, სოროდნენ, თავდავდნენ, აი ეს ნიჭებება მივერდა მკითხარა გინდოდა?
მე მაგალითად ბავშვი თუ დაჯდებოდა რა მოხდებოდა? არაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ არ დაჯდებოდა. იცოდა წესი. ესე იმან ბავშვმა იცოდა, რომ იქ მისი პაპა დაიწყო. ეს რა არის და შეშას არ შეხავდნენ ფულიანი ხეები იდო ცეცხლოდა. ეს ერთი თავი ამაზე იყო, რომ იცოდა დაბლა. აი ხა ის ტუპი რო არის. ეხა კარტში ეხლა თურმე ხონიათ ეგეთი რაღაცები ამბარია, მაგრამ და შიქორბი მასლოვში მაგრამ ეს პატარა ოჯახის, დიდი ოჯახის, მაშინ ყოველთვის დიდი იყო, სამთავრობო სახლში და ისინი რა ქვია, ზოგჯერ კიდე ძმებიც კი ცხოვრობდნენ ერთად. ხო და ცალკე აუცილებლად ჰქონდათ დიდი რაღაც სათავსი, რაც ინახავდნენ მაცვლეულს, მარანი აუცილებლად ჰქონდათ ბოსები და სათონე და თონე, რაცა ქართულს აწყობდნენ. აი კახეთში ესეთი გრძელი ფურები იყო და ქართლში ეგეთი ფორმის ფურები. სხვა მაგას ვიეჯარა. მაგას აპრიალობდნენ მარგორმავს და ძავს ახვდნენ ზე. ის ზევიწყორი საძები. ის ვაცლია იმაზე პურის ცომს ზევდნენ. Thank you.